აფეთქება თბილისში ლოტკინის დასახლებაში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად ორი აფეთქება მოხდა. 19 წლის გოგო ძლიერი დამწვრობით რეანიმაციაში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ახალგაზრდა სხეულის 48% აქვს დამწვარი. მოქალაქეები წერენ, რომ გაზის სუნის შესახებ შესაბამის სამსახურებს არაერთხელ შეატყობინეს, მათ კი მხოლოდ გაზი გადაკეტეს. დიდ მაწნევამ კი აფეთქება გამოიწვია. ორი დღეა ვეძახით რომ არის გაზის სუნი. პატრული წავიდა ისე რომ არაფერი გაზის სუნი არ არის, თურმე გადაკეტეს ყველა გაზი და დღეს მოხდა ეს. დემნა გვასალიამ გუჩისთვის შექმნილი სადებიუტო კოლექცია წარადგინა. პრეზენტაცია მილანის მოდის კვირეულის პარკლებში გაიმართა. პროექტში დემი მურთან, ედვარდ ნორტონთან, გვინეთ პელტროუსა და სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც მონაწილეობდა. სუპერთაიფუნი რაგასა ტაივანში დაღუპულია სულ მცირე 14 დაკარგულად ითვლება 100-ზე მეტი ადამიანი. მანამდე რაგასამ ფილიპინებს გადაუარა, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ცნობილი იტალიელი მსახიობი კლაუდია კარდინალე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობმა პოპულარობა ფედერიკო ფელინის ოსკაროსანი 8.1-ით მოიპოვა. 2011 წელს გამოცემა ლოს ანჯელეს ტაიმსმა კლაუდია კარდინალე კინოს ისტორიაში 50 ყველაზე ლამაზი ქალის სიაში შეიყვანა.